რა განსხვავებაა ვინმეს შესახებ ცოდნასა და თავად ვინმეს ცნობა შორის? თქვენ შეიძლება ყველაფერი იცოდეთ ისტორიული მოღვაწის ბიოგრაფიის შესახებ, მაგრამ მას პირადად არ იცნობდეთ. და პირიქით შეიძლება ბევრი ფაქტი არ იცოდეთ თქვენი საუკეთესო მეგობარზე, მაგრამ თქვენ მის სულს იცნობდეთ. პირველი ინფორმაცია, მეორე კი ურთიერთობა. ზუსტად ასეთივე განსხვავება არსებობს ღმერთისადმი ჩვენს დამოკიდებულებაშიც. შეიძლება უამრავი ფაქტი იცოდე მის შესახებ. კითხულობდე წმინდა ტექსტებს, სწავლობდე ღვთისმეტყველებას, მაგრამ სრულიად სხვა რამეა იცნობდე თავად ღმერთს. რატომ არის ჩვენი ცხოვრებისა და სულისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების უბრალოდ ცოდნიდან ღმერთის პირად შემეცნებამდე ავმაღლდეთ. ღვთის შესახებ ცოდნა ეს ინფორმაცია, რამაც შეიძლება სრულიად არაფერი შეცვალოს ჩვენში. შეიძლება რელიგიაცოდნეობის ექსპერტი იყო, ბიბლიაზე პირად ციტირებდე, მაგრამ ამავდროულად რჩებოდე ეგოისტ, ბოროტ ან სასოწარკვეთილ ადამიანად. ინფორმაცია თავისთავად არ ცვლის გულს, ხოლო ღმერთის პირადი შემეცნება ეს ცოცხალი გამოცდილება, რომელიც ადამიანში არსებით სასიკეთო ცვლილებებს იწვევს. ეს იგივე განსხვავებაა, რაც სიყვარულის შესახებ წიგნის საკითხვასა და თავად შეყვარებას შორის არსებობს. როდესაც ჩვენ ღმერთს როგორც პიროვნებას ვეხებით, მისი სიწმინდე, სიყვარული და სიბრძნე იწყებს ჩვენ შინაგან გარდაქმნას. ამას უდიდესი მორალური მნიშვნელობა აქვს. ზნეობა წყვეტს გარეგანი წესების კრებულად ყოფნას, რომლის შესრულებასაც გაჭირვებით ვცდილობდით ადრე. ის ცვალებადი გულის ბუნებრივი ნაყოფი ხდება. ჩვენ ვიწყებთ მართებულ ცხოვრებას არა იმიტომ, რომ მასია საჭირო, არამედ იმიტომ, რომ გვსურს დავემსგავსოთ იმას, ვინც შევიცანით და შევიყვარეთ. ღვთის შესახებ ცოდნას შეუძლია მხოლოდ ზოგადი აბსტრაქტული იდეა მოგცეს ცხოვრების აზრის შესახებ, მაგრამ შემოქმედის პირადი შემეცნება გვიხსნის ჩვენი ცხოვრებისა და არსებობის უნიკალურ აზრსა და მოწოდებას. ეს იგივეა მუსიკალურმა საკრავმა არა უბრალოდ იცოდეს, რომ ის მუსიკისათვისაა შექმნილი, არამედ შეხვდეს თავის კომპოზიტორს და მოისმინოს სწორედ ის მელოდია, რომელიც მისთვის დაიწერა. სანამ ღმერთს მხოლოდ იდეის დონეზე ვიცნობთ, ჩვენ მასთან ერთობისაგან სრულიად გაუწყობებული ვართ. როდესაც ვიწყებთ მის როგორც პიროვნების შეცნობას, ის გვიხსნის თუ ვინ ვართ ჩვენ და რისვით ვართ შექმნილი. როდესაც პირადად შევიცნობთ სახიერ და მოყვარულ ღმერთს, მთელი ჩვენი ცხოვრების ვექტორი იცვლება. ჩვენი არჩევანი, ნიჭი, დრო მიმართულია ჩვენი მაღალი მოწოდების აღსრულებისაკენ. ჩვენ ვიწყებთ გააზრებულ ცხოვრებას, რომლის მთელი შინაარსი ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის შედეგად დაუსრულებელი სიხარულის მოპოვებაა. ღმერთის პირადი შემეცნება გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ სულიერი ცხოვრებით. იცოდე ღვთისცნებები ეს ერთია. ჩვენ ვკითხულობთ გიყვარდეს მტერი შენი ან იყავით წმინდა და ხვდებით, რომ ჩვენი ძალებით ეს არ შეგვიძლია. ღმერთის ცნობა კი ნიშნავს დაამყარო ურთიერთობა, რომელშიც მარტო არ ვართ. ჩვენში მოქმედებას იწყებს საღვთო მატლი, რომელიც ადამიანის ვითარცა ქმნილების სისუსტეს ამოავსებს. ის არა უბრალოდ გვაძლევს რუქას მარშრუტით, ის თავად ხდება ჩვენი გზამკვლევი და გზისთვის საჭირო ძალის წყარო. სწორედ ამაზე საუბრობს ეკლესიის მთელი გამოცდილება. ევაგრე პონტოელი ამის შესახებ ბრძანებდა, თუ შენ ღვთისმეტყველი ხარ, მაშინ ილოცებ ჭეშმარიტად და თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, მაშინ შენ ღვთისმეტყველი ხარ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთის ნამდვილი ცოდნა, ანუ ღვთისმეტყველება განუყოფელია მასთან პირადი ურთიერთობისაგან, ანუ ლოცვისაგან. ამ ურთიერთობაში ჩვენ ვიხვეჭთ ძალას, რათა შეგძლოთ, მოვიპოვოთ ცოდვისმიერი ცხოვრების დატევებისა და ღმერთთან ერთობის მოუკლებელი სიხარული. ამდენად ღმერთის შემეცნების აუცილებლობა ეს თავად სიცოცხლის აუცილებლობა. მის შესახებ უბრალოდ ცოდნა დამკვირვებლებად გვტოვებს, პირადი შემეცნება კი მონაწილეებად გვაქცევს. ის პრინციპულად ცვლის ჩვენ შინაგან სამყაროს და გვანიჭებს ძალას ღმერთთან ერთობის სიხარულს მივაღწიოთ. ღმერთს არ სურს, რომ ჩვენ მისი ექსპერტები ვიყოთ. მას სურს, რომ ჩვენ მისი შვილები ვიყოთ. მთელი ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა უსასრულო მოგზაურობა, რომლის მიზანიც ჩვენი მოყვარული და ყოვლის შემძლე ზედციერი მამის უფრო და უფრო ღრმად შეცნობა.